დავბრუნდით ცეცხლოვანი პირველი ბლოკის შემდეგ ჩვენ სტუდიაში და ვაგრძელებთ საუბარს თემაზე დანგრეული ოჯახი, ასე ვთქვათ და ვეძიებთ მიზეზებს, რომლებიც საბოლოო ჯამში მაინც ძალიან ინდივიდუალურია, ალბათ, მაგრამ ჩვენ ვცდილობთ რაღაც ჭეშმარიტების დადგენას. ვცდილობთ. ესე მგონია აი ამ გამასიურებას ამ საკითხის, ანუ გაყრებს გულისხმობ, მაინც რაღაც საერთო ექნება, საერთო ხაზი. ასეთ ამამენ უბრალოდ ქალის რაღაცა წინწა. ხო, ქალის გაძლიერება მე მაინც ყველაზე რეალური მიზეზი მგონია. მოდი გავარკვევთ ფსიქოლოგთან ასეთ. ქალბატონი ირინა ტაბუციძე, ჩვენი ძალიან ხშირი სტუმარი, არის ჩვენთან ისევ სტუდიაში. მოგესალმებით. იქნება თქვენ გითხრათ რა არის მიზეზი, აი ჩვენ უბრალოდ ადამიანები ფიქრობ და მაინც ვერ მივედით და რამე სტატისტიკა თუ გაქვთ თქვენ გარკვეული სტატისტიკა არსებობს სხვათა შორის ამოსვლისას ნახე ზუსტად ჩვენს უმუშავიათ კარგად ჩვენებს ანუ დაახლოებით ეს სტატისტიკა რომ 2000 საქართველოში ქართული სტატისტიკა აქვს 2001 წელს ყოფილა საშუალოდ წელიწადში 2000 განქორწინება ეს რაც ოფიციალურად დადასტურდა რა თქმა უნდა 2012 წლის მონაცემია სადღაც 7000 რაღაც უკვე საკმაოდ გაზრდილია აი ამ ბოლო 10 წლის და 12 წლის მანძილზე. და როგორ ფიქრობთ თქვენ მაინც რა საერთო ხაზია? ძალიან ბევრია რა თქმა უნდა. აი ზოგადად ეს ქალი და კაცი თითქოს ხომ ერთმანეთისთვის არის გაჩენილი, მაგრამ მაინც ერთმანეთის გარეშეც არ შეუძლიათ, მაგრამ რაღაცა ვერ გაუხუათ. ერთადაც არ შეუძლიათ. ერთადაც ზოგადად როგორ ითვლება, იცით რომ განქორწინებების ყველაზე დიდი რიცხვი მოდის პირველ 3 წელზე, ну 3-4 წელი და შემდეგ ასეთივე პიკი არის 20 წლის ქორწინება. 20-25 წლის ქორწინება, თავისი მიზეზები არ თქმა უნდა ამ ყველაფერს. პირველ წლებში, ну გასაგებია, იქ მიდის როლების გადანაწილება, პირველ შესწავლა, შეგუება, ну ამას ყველა ვერ უძლებს ასე დატვირთვას, როდესაც პირველი ეიფორია და თქვათ ის სიყვარულობის ხანა გაივლის, ბუნებრივია ეს რუტინი. თუ რამდენ ხანში? ну პირველი 3 წელი ითვლება და ну 1 წელი განსაკუთრებულად კრიზისულია. პრინციპში გარკვევა ხდება უკვე ამ დროს გიღირშენემ ადამიანთან ცხოვრება თუ არა. ჯერ გაცნობა ხდება, იმიტომ რომ როგორც წესი მიყვები ადამიანს ერთად ცხოვრება კიდევ სხვა რაღაც. დღეს უკვე თანამედროვეობაში არის იმის საშუალება მენტალურადაც უკვე უფრო მზად ვართ ამისთვის აქვს საშუალება რომ ქორწინებამდე ერთჯერ ქვეშ იცხოვრო და მაინც ვერ დაგეკითხეთ ასე მასიურია სამწუხაროდ ეს ასეთი ტენდენციები სამწუხაროდ მე ვიტყოდი იმიტომ რომ ამდენი ტრაგედიები და ამდენი იმედგაცრუება არ იქნებოდა ხა ქალბატონი უშველი და ეს ამ სტატისტიკას ალბათ უშველი და იმიტომ რომ ძალიან ბევრს ნიშნავს როდესაც ადამიანთან ცოტა ხანს ერთად ცხოვრებას იწყებთ მამაკაც თავი დაანებეთ უახლოეს მეგობართან ერთად რომ მიდიხარ სადმე დასასვენებლად 10 დღით სულ სხვა რაღაცებს აღმოაჩენ ხოლმე და ანუ ბუნებრივია ეს ეხმარება და მით უმეტეს ხშირ არც თუ ისე იშვიათია ქორწინებები სადაც მაინდა-მაინც კარგად არ იცნობენ ერთმანეთს და უბრალოდ შეუყვარდა მოეწონა ხა მადლობა ღმერთს გამოტაცებები აღარ არის ხა ეს მოდელი ხალხი ჩაძლიერება არის რამე იმიტომ რომ ადრე იყო რომ მე ვერ მეტყვი ჩემს მშობლებს ამას ან იქ არ დაგვუნდები იმიტომ რომ ისინი ატეხავენ ერთ ამბავს აი რაღაც საზოგადოებრივი აზრი ძალიან დიდ როლს თამაშობდა და ახლა ეს ცოტა მოისუსტებს და ამაში მე მგონია რომ ცუდი არაფერია ქალი რაღაცა უნდა იყო იქ სადაც მარტო იმაში არა იყო იქ ფინანსური საკითხიც რომ მამაკაცი არის ფინანსური საყრდენი ასე რომ ვთქვათ ქალს არ ქონდა საშუალება დღეს უკვე ქალს შეუძლია 4 წლის მარტო შეუძლებს ასე ვთქვათ ფულს ამიტომ პრეტენზიაც მეტი აქვს მოთხოვნაც მეტი აქვს და რატომაც არა სადაც კარგად არის იქ უნდა იყოს მაგრამ როდის უფრო ბედნიერი იყო მაშინ როდესაც ითმენდა თუ ინარჩუნებდა ოჯახს თუ აი ახლა როცა მარტოა და 4 შვილს მარტო იმაში ადამიანის ბუნება არ იცვლება რაც მაშინ ქონდა პრობლემები იგივე პრობლემია ახლაც რა თქმა უნდა უბრალოდ მაშინ რაღაცებს ითმენდა ვიღაცების გამო საზოგადოებრივი აზრის გამო ხალხი რა სიტყვის დედაჩემს გული გაუსკდება და ასე შენ მამაჩემი ვერ გადაიტანს და ასე შენ ეხლა ეს დედმამაც ცოტა მშვიდად ეგუება არ გინდა შვილო რა პრობლემაა თქვა ხო მაგრამ ალბათ ქალისთვის არა მარტო ქალისთვის ყველა ადამიანისთვის პირადი თავისუფლების შეგრძნება იმდენად ყველაზე ღირებულია მაგარი გრძნობა ალბათ რომ ამის ხარჯზე აი სირთულეების გადალახვა უფრო უადვილდება პატარა ასაკში ქორწინებებით შემცირდა ამ ბოლო დროს ხომ ხედავთ სანამ ფინანსურად ფეხზე არ დადგებიან ოჯახებს არ ქმნიან და ეს ძალიან დიდი სტიმულია და პირიქით არ ანგრევენ საქორწინო კონტრაქტი ეს აი რას ემსახურება ვთქვათ ამყარებს ვთქვათ ურთიერთობებს ну როგორ მოხდეს როგორ სიტუაციაზე აღმოაჩინეთ პირველი წვილი ქართული რომელსაც დიდი ამბავია საქორწინო კონტრაქტი გააფორმა რევოლუციონერები არიან ნამდვილად და მისასალმებელია კი არა ხურვალი აპლოდისმენტებს და წინსახურებენ მე მგონი ეხლა ვკითხოთ თვითონ მათ რატომ გადაწყვიტეს ამის გაკეთება გივი ყირიმელი მარიამ გინტური ჩვენი გადაცემის სტუმრები მობრძანდით გამარჯობა ჯერეთი გილოცავს დაოჯახებას დავზრდით
პირველ რიგში მე მაქვს ერთი კითხვა. ძალიან მაინტერესებს ვინ წამოჭრა ეს საკითხი ამ წყვილში, იმიტომ რომ მე გეტყვით რომ თავის დროზე მეც მქონდა ამის სული. დაი ნახე როგორ გააკეთა? ესე გაიშვი. მე მქონდა ამის სული, მაგრამ მე მომერიდა რომ მისთვის მე თქო, იმიტომ რაღაცა ვითომ აი რაღაცა თითქოს არაფერიც აი რაღაცა ბევრი რაღაცები იჩენდა თავს აბა როგორ მოიფიქრე? თქვენ შემთხვევაში როგორ მოხდა? ჩემ შემთხვევაში ჩემი აზრი იყო, იმიტომ რომ ამი ურდუ ფაკულტეტზე სწავლობ წელს ვამთავრებ. და საქართველოს შეკრებას მეისმოდა ნასწავლი მაქვს, რაღაცა სულ იურიდიული თვალსაზრისით რაღაცა და ოთოს მომწონდა. მე დავიწყე ხო მუშაობ ნოტარიუსთან, ამ ხელშეკრულებას ნოტარიუსი აფორმებს ზოგადად და იქაც მესმოდა ხშირად ეს თემა და რადგან კარგად ვიცოდი რა იყო და როგორ იყო, ჩემთვის საწინააღმდეგო არაფერი არ იყო. რა იყო და როგორ იყო ძალიან მაინტერესებს დაახლოებით პუნქტები. ისე არა ფორმა არსებობს რამე თუ კონტრაქტი შეიძლება თქვენ თუ ჩაწეროთ რაც გინდა. არაფერი არ არსებობს უბრალოდ ნოტარიუს ეუბნები რა გინდა და ისეთ ხელშეკრულებას გიკეთებ. არიო ხო. ანუ რა სასწავლებლები შეგიძლია? აი, და შეთ პროფესიული რაღაცა ხელშეკრულებაში ისეთი არაფერი არ წერია გარდა რაღაცა ქონებრივი უპირატესობა. ხოლოდ ქონებრივი. როგორ მიიღე ეს ინფორმაცია? ხშირად აი ღალატის თემაც შეაქვთ ხოლმე. საქართველოში არ შეიძლება ეს კაცის თან არ გაინტერესებს. კაი, მე კი მინდა ვგიჟდები გავუყო. 60-ზე მოჩაძილელი ქონება ყველაფერი თუ რაღაც მაგრამ კაცი არ რაღაცა ხო არ ეჭვის მომენტი რომ ამ გოგოს თუ ჩემ საძოლეს რომელიც მიყვარს რაღაცა სხვა ინტერესები ხო არა აი არ არის ეს ეჭვის შოშია და ანუ ერთ პორტალზე იყო ესეთი კომენტარი რომ კაციო მუშაობსო აგროვებს თავის ქონებას და ეს ქალის სახში ზის და ბავშვებს უვლის და დიასახლისია და მე უნდა გაუყოსო ესეთი კომენტარია ხარ ხო ნუ ძირითადად ესეთი შინაარსის კომენტარები არის ხოლმე ესეთ მან როგორ მე რას ვიტყოდი ეს მაგაზე რომ ეს რო ესეთი გამანდოდოსანი ყოფილიყო ეგ აზრადაც არ მოვიდოდა მაგ კონტრაქტის შემოთავაზება შენთვის ხო და მე მარტო შეძენილიც ხო იყო ხოლოდ კაცი შეძენილი ხო როგორც მამაკაცი მუშაობს ესე ქალმა უნდა იმუშაოს და თავისთავი გამოიჩინოს და ერთად გავაკეთებთ იმას და იმ ყველაფერს შევქნით ერთად და ერთად გაიყოფა ის შუაზე რა მაგრები ხარ აი ფსიქოლოგიურად მაინც ალბათ რაღაც მომენტში ვერ დავიჯერებ რომ არ არის რაღაცა წარმოდგენები აზრები რომ ღმერთმა დაგიფაროთ რა თქმა უნდა და აი მოხდა სიტყვაზე აი ეს ტელევიზორი მე დამრჩება ალბათ ეს მაგიდას აი მივცემ ჯანდაბას ანუ ესეთი ხუმრობის თემა არის მაინტერესებს ხოლმე არა სახუმარო არაფერი არ წერია უბრალოდ ყველაფერი არა თქვენ შორის თუ არის ხოლმე ეს ხუმრობის თემა მეგობრების რეაქცია იქ დადების დროს რა თქმა უნდა იყო რაღაცა კურიოზები და შაყირები სხვები როგორ შეხვდეთ თქვენი აი მეგობრები ოჯახის წევრები თქვა საინტერესო ეს არავის პირველები ხარ თქვენ არავისთვის არ გვითქვამს, არავისთვის რაღაცა ეს. ხო, მაგრამ ეხლა ხო რადგან შედეგი ყველა მიცის და. ყველამ გაიგო. რა ვიცი, რა, მე მგონი დადებითი რეაქცია. გივი, შენი მშობლები როგორ შეხვდნენ? ჩვეულებრივ. არ გაუკვირდათ და არანაირი პროტესტი არ გამოდგა. სამაგალითო თუ არის ეს ფაქტი, ნამდვილად რა, იმიტომ რომ მან არაფერს არ უშლის ხელს რა, უბრალოდ ისევ შენი კანონიც არეგულირებს, არა? განქორწინების შემთხვევაში ქონების გაყოფა ხდება, ქორწინების შემდეგ შეძენა. რაღაც ერთად შეძენა. რაღაც განსაკუთრებულ პუნქტს თუ არ ჩაწერ. კონტრაქტი ეს ძალიან ინდივიდუალურია, აადვილებს თუ არა არის რაღაცა გარანტი მყარი ოჯახის ფსიქოლოგიური არა, ალბათ არა, ემოციურ დონეზე არანაირი სიმყარე რა თქმა უნდა აქ არ არის, მაგრამ თუ ორივე მხარეს ეს აწყობს და უნდა ნებისმიერ ურთიერთობაზე ამას ვიტყვი ხო, არავის საქმე არ არის, რა იქნება საბოლოო ჯამში. თუ თვითონ თვლიან რომ ასე უფრო კომფორტულად იქნება, რატომაც არა. ის ისტორია რომ მაინტერესებს, ვინც თავიდან მოიფიქრა ეს აგორსდოკო რამიზეზების გამო მოიფიქრა. იცით რა არის ახლა, ესენი ახალგაზრდები არიან, უკაცრავად ჩაგეჭებთ და შეიძლება დიდ ქონებაზე არ იყოს ამ წუთას მოლოდინი, მაგრამ ხა წარმოიდგინეთ რომელიმე ჰოლივუდის მსახიობი, რომელსაც თავისი სისხლი და ოფლით ნაშოვნი აქვს მილიონები. ბუნებრივია ასე მარტივად არ გაყვება ვიღაცას, რომელსაც იცის რომ ხვალ შეიძლება ეს ქონება გაუყოს. ამიტომ ამ ყველაფერმა რეალობა მოიტანა და ჩვენთანაც როდესაც სერიოზულ ქონებას დააგროვებენ ახალგაზრდები, ახალგაზრდა ასაკშიც. ბუნებრივია ეს მოთხოვნილება ალბათ გაჩნდება. რა ქონება დავაგროვოთ? კაცმა არის, რა თქმა უნდა, ღმერთს მაქნას და ვერ მოგცეთ კიდე. რა თქმა უნდა. ანუ სიყვარულს ვითომ არ უშლის, ხო არანაირ რაღაცა სუბიექტურად არ მაქვს. ეს თუ თქვით, როგორ უნდა შეუშვა? რატომ შეუშვა? უბრალოდ შენივე კომფორტისთვის არის. აი რას კომფორტს გიქმნის? ეხლა რო გითხრათ რომ ახან ხელშეკრულება მაქვს უფრო მაგრად მიყვარს არა მაგრამ
დრო რო გავა ადამიანები იცვლებიან, ყველაფერი იცვლება და ყველაფერი შეიძლება ხო მოხდეს. იმიტომ რომ თავში ხო არასდროს არ ფიქრობ, ისე გიყვარს, რომ მთელი ცხოვრება რა თქმა უნდა ერთად ვიქნებით, ხო ეს იდეადებს, ხო იმიტომაც ხორწინდებით, რომ მთელი ცხოვრება ერთად გაატაროთ. დია ეს არის რომ ხო და იცით ფიქრობ, რომ თუ აღარ მეყვარებ, აი საბოლოო ჯამში მაგის იდეა ეს რა არის, რომ ერთმანეთს ხო უყვართ იმ მომენტში კონტრაქტს ოდებენ, მე ვფიქრობ. რამე რომ მოხდეს რაღაცა რომ ორივეს რაღაცა ქონდეს მერე რა თან საფუძვე ალბათ ხო არ წენა და კარგად იყოს ვისიც და კარგად იყო ეხლა ერთის მხრივ თუ შევხედოთ ხელის მოწერაც გარკვეული კონტრაქტია უკვე რატო ითხოვს ხალი ხელის მოწერას მაშინ შეგიძლია გადახვიდე და იმასთან იცხოვრო მაგრამ ეს გარანტიები რაღაცნაირად გჭირდება და იგივეა დაახლოებით ასეც არ მგონია დიდი განსხვავება იყოს მართლა მაინც ის შტამპი ხო არ გჭირდება მაგრამ კიდე რაღაცა მოდავა კი ეხლა ხელის მოწერაზე ისაუბრეთ თუ გინდა ესეთი ტრადიცია საქართველოში რაღაცა სიტყვების ან რომ ინიშნებიან მაშინაც ხომ აქვს ძალიან ძვირად ღირებული ნივთები შეიძლება ისეთი ოქრო გაჩუქოს ბიჭმა გოგოს ერთი მართლა კონტრაქტში გათვალისწინებული ქონების ტოლკი იყოს და როდესაც საუბრობენ რომ მაინც და მაინც ამას სიყვარულთან არაფერი არ აქვს საერთო ამ კონტრაქტს არ არის ნამდვილად ეს რა ყველა ურთიერთობაში არის მაინც ქონებრივ ინტერესზე საუბარი როგორც არ უნდა ახალ საუბროთ რომ არა მაშინ ხო სიყვარული დაჩუქა ეს ოქრო არა რა თქმა უნდა და მე სიყვარული გააუყოფს არაფერი პირადული მხოლოდ ბიზნესია რა როგორც ამბობენ ხოლმე ორად ისტორიაში ხარ შესულები ძალიან სამაგალითოები ხარ აი კარგები ხარ ძალიან და ყოჩაღრო ეს გადაწყვეტილება მიიღეთ და მინდა გისურვოთ რომ არასოდეს არ დაგჭირდეთ იურისტის ჩარევა ქონების გაყოფაში ხო და ამის არ გეშინია რაღაცას თავის სასარგებლოდ გადაწყვეტს ეს იურისტი ვერ ყვება სასარგებლოდ არა პირიქით გაიხმარება კონტრაქტი უკვე არსებობს მორჩა სასარგებლო ვერავისთვის ეკრა მხოლოდ თავხრივად აი ეს შემაჯამებელი სიტყვა გინდა თქვენგან ამ ყველაფრის ბოლოს ну ბუნებრივია სიყვარული მოდით რა ასე ვთქვათ რა არანაირ დროში და ეპოქაში ეს ემოციურად ეს სიტყვა არაფერს არ იცვლის რა იცვლება ვთქვათ ტრადიციები შეხედულებები ბეჭდები აგერ კონტრაქტები მაგრამ ეს ურთიერთობები ყოველთვის ერთნაირი იყო მაშინაც და ეხლაც და არც თუ უბედური ხარ აი ძალიან ცუდი რაღაცას ვამბობ მაგრამ არავის აზრის გამო არავის თავსმოხვეული იდეების გამო არ ღირს იმ ადამიანთან დარჩენა და პირიქით თუ ბედნიერი ხარ აღარც კონტრაქტი გახსოვს აღარც ის ქორწინების ბეჭედი გახსოვს და არაფერი არ გახსოვს იმდენად კარგად ხარ და რა ვიცი ქალებს ურჩევდი რომ ცოტა უფრო მეტი გონიერება გამოიჩინონ და მეტი შორსჭრეტელობა ალბათ ოჯახის შექმნის დროს მეტი ისეთი რჩევა ჩემი მხრიდან მე მგონი სისულელია სიყვარულს რჩევა არ ჭირდება დიდი მადლობა და ერთი კარგი სუნამოც თუ გასხია ეს კაცისთვის კიდევ ერთი დამატებითი კომფორტია მე მგონი მით უმეტეს რომ კომპანია ისიპარი ყოველთვის გვანებიურებს ახალ-ახალი სურნელებით ამჯერად რას გვთავაზობს ნახოთ ჩვენ სიუჟეტში Please, არომატი, რომელიც გაიძულებთ იმოძრაოთ, აივსოთ პოზიტიური ენერგიითა და შეაბიჯოთ udardელობით, ნათელი ფერებითა და ოპტიმიზმით ახსავსე სამყაროში. ახალი სუნამო ზუსტად ისეთივე დახვეწილი, ნაზი და ელეგანტურია, როგორც თავად იაპონელი დიზაინერის ისიმიაკის სამოსი და აქსესუარები. Please, le nouveau parfum d'Issey-Miyake. სუნამო please ანუ please თუ შეიძლება ისიმიაკი მოდების ჩვენებას მიუძღვნა. კოლექცია სადაც წარმოდგენილი იყო დაპლისული მატერიისგან შექმნილი ნათელი ფერების სამოსი. ჩვენება პირველად 1993 წელს გაიმართა და მას შემდეგ დაპლისული სამოსი მოდის სახლის სავიზიტო ბარათად იქცა. 2012 წელს კი ლეგენდარულ პლისეს უკვე აქვს თავისი პირველი არომატი. არომატი, რომელიც გვაბრუნებს ისიმიაკის სახლის მოდური შთაგონების, პოპ-კულტურისა და იაპონური ტრადიციების სამყაროში. სპეციალური ქსოვილისგან შექმნილი კოლექცია ემორჩილება და მიყვება ტანის ჰარმონიულ მოძრაობას, ზუსტად ისე, როგორც ახალი არომატი პარფიუმერ ორლენ გიჰარდისგან. ისიმიაკი ცნობილი იაპონელი წარმოშობის დიზაინერი, რომელიც დღესაც ტოკიოში ცხოვრობს, ცნობილია რა თქმა უნდა მის მიერ შექმნილი საოცრებებით. ისიმიაკს მსოფლიო მოდის ინდუსტრიაში მოდის არქიტექტორსაც კი უწოდებენ, გამომდინარე მისი ქსოვილების სიძვირფასიდან და რა თქმა უნდა იმ გეომეტრიული არაერთი ფიგურიდან, რომელსაც იგი ქსოვილში იყენებს ხოლმე და ეს არის საოცარი ხარისხი, საოცარი კომფორტული და რა თქმა უნდა ის ფერთა გამა, რომლითაც იგი ცნობილია. პლისე არის ეს მთავარი თემა, ერთ-ერთი კოლექცია ისინი
ისიმიაკისგან, რომელსაც პლიც ქვია და მისი შექმნის იდეა მას მოვიდა მას შემდეგ, რაც ესეც საბალეტო დასმა სთხოვა ფორმების შექმნა არტისტიკულ დიზაინერს და ეს ფორმები უნდა ყოფილიყო ძალიან ლამაზი და რა თქმა უნდა მოსახერხებელიც. პლიც ზუსტად ეს ის ქსოვილია, რომელიც ნებისმიერ ფორმას იღებს. პლიცისთვის პარფიუმერმა სურნელის გამსაზღვრელ ინგრედიენტად აზიური ჰიბრიდული ხილი, ნაში, სუნამოს გულის ნოტაში კი ქალღურობის სიმბოლო პიონის ყვავილის აკორდი და ტკბილი ბარდა. საბაზისო ნოტისთვის კი ფაჩულის, ვანილისა და თეთრი მუსკუსის არომატები აირჩია. ისიმაკის პარფიუმერია დიდი ხანია უკვე ამ პარფიუმერით განებივრებულია ქართველი მომხმარებელი, ისიპარის მომხმარებელი, თუმცა ეს მნიშვნელოვანი სიახლე, მსოფლიოს სიახლე ქალბატონებისთვის, რომელსაც ქვია პლიც, რომელიც მე ახლა ხელში მიჭირავს, ეს უნდა მოგახოთ ახალი და რა თქმა უნდა საქართველოს არ ჩამორჩა მსოფლიო პრემიერას. არომატი არის გაჯერებული ძალიან საინტერესო ინგრედიენტებით და არის ძალიან გემრიელი და თვითონ სუნამოს არომატები და თვითონ სუნამოს კონცეფცია არის ის ძალიან ფერადი, ისეთი როგორიც გვიყვარს ჩვენ ქართველებს და ეს ის ფერებია, რომელიც გვილამაზებს სიცოცხლეს. ისიმიაკის ახალი სუნამო ისიპარის ტრადიციისამებრ პირველებმა ქართველმა ჟურნალისტებმა დააგემოვნეს. კომპანია ისიპარი მის გაგვანებიურა ჟურნალისტებს ბოლო დროს ახალი სუნამოებით, რომ დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს სუნამოც ისევე მომეწონებოდა, როგორც ყველა დანარჩენი. არის ძალიან ჰაეროვანი, ისევე როგორც ის სამოსი, რომელსაც მიეძღვნა ეს სუნამო. ძალიან მომეწონებოდა, ვფიქრობ, რომ ისეთ ამ ინც შემოდგომას ძალიან მოუხდება. სუნამოს სურნელი ძალიან მომეწონა, ძალიან ისეთი მძაფრი და ხიარული არის. ვფიქრობ, რომ არის აქტიური ქალბატონებისთვის, ფერადი ქალბატონებისთვის, ვინც აი მუდმივად დაკავებულია, ვისაც აი ძალიან მრავალფეროვანი განრიგი აქვს დღის განმავლობაში და საკმაოდ პოზიტიურ განწყობას ქმნის ჩემი აზრით. ინტერესო იდუმალებით ახსოვსე აქტიური ქალებისთვის მე ესე დავინახე ყოველ შემთხვევაში და ჩემს გარდერობში სათანადო ადგილი მიიჩნევა, იმიტომ ძალიან მომეწონა ეს. ძალიან მომეწონა, იმიტომ რაღაცა თვითონ დღევანდელს სიტყვა შემოგვიმის მზე, ხაზის მრავალფეროვნება, საუკეთესო არომატი გაქვს. აქ ვფიქრობ, რომ რაღაცა ამ დღეს მithundes არ ხდება. Давайте вспомним, он родился в Японии. Он учился в Тама университете. სპეციალურად ისიმიაკის ახალი სუნამოს წარსადგენად საფრანგეთიდან კატია აკერმანი ჩამოვიდა. ქალბატონი, რომელმაც სუნამოების სამყაროზე ყველაფერი იცის. სუნამო ახსოვს ბედნიერებით, დინამიზმითა და პოზიტივით. სუნამო, რომელიც თქვენს ჩვეულებრივ დღეს განსაკუთრებულად აქცევს. ეს არის ფლაკონში ჩამოსხმული ენერგია, ნამდვილი ბედნიერების ელექსირი. ასეთია პლიც სუნამოების ექსპერტის კატია აკერმანის დახასიათებით. პლიცი ისიმიაკის ძირითადი კოლექციის სახელწოდებაა. მანის 1992 წელს ბალეტის მოცეკვავებისთვის შექმნა. მას ეს კოსტუმები ცნობილმა ქორეოგრაფმა უილიამ ფორსაითმა დაუკვეთა. ისიმიაკს ძალიან მოეწონა დაპლისული ნაჭერი, რადგანაც ის ძალიან კომფორტულია. ქალბატონებმა შეიძლება მოიმატონ ან დაიკლონ წონაში, თუმცა პლისე ფორმას არ იცვლის და ისიმიაკმაც გადაწყვიტა დაპლისული სამოსი ყველა ქალბატონისთვის ყოფილიყო ხელმისაწვდომი. სუნამო პლიცი ზუსტად ამ კოლექციას ეძღვნება. ეს სუნამო ძალიან ფერადი და ჰაეროვანია. ის ყველა ქალბატონს უნდა კონდეს, რათა ყოველი დღე გაიფერადონ. გეომეტრიული ფიგურებით შექმნილი ჩანთა ბაო ისიმიაკისგან თქვენთვის სასურველ ნებისმიერ ფორმას მიიღებს. სწორედ ბაო გახდა შთაგონების წყარო იაპონელი დიზაინერისთვის შეექმნა ახალი სუნამო პლიც. მოკლედ თუ გსურთ ყოველი დღე გაიხალისოთ, დილიდანვე აივსოთ დადებითი ენერგიითა და მაქსიმალური პოზიტივით. ბედნიერების ფორმულა ისიმიაკისგან სახელწოდებით პლიც ისიპარის მაღაზიათა ქსელში გელოდებათ. მიპყურეთ და აღარ დაგენგრევათ ოჯახი. ესეთი სუნამო რო გამოიგონონ, რა მაგარი იქნება. როგორი? მიპყურებ და ოჯახი იქნება ყარი. იქნება არ იყიდევაც, რაიცი, რო იყურებ და ყარი ოჯახი გაგდა. შეიძლება ეს სუნამოა. ეს სუნამო უნდა გაჩვენოს ქმარმა და კონტრაქტით არ უნდა გაინაცვლოს. კომპანია სმაილი რას გვიმზადებს, გავიგოთ და ნიატ ყეშელაშილი ჩართოთ. რას გვიმზადებს და კიდე ერთი გამარჯვებული დააჯილდოვოს, მე როგორც ვიცი, ნია ხო? ნია.
გამარჯობათ, მოგესალმებით. სმაილის ახალ აქციაზე მინდა მოგიყვეთ. საშემოდგომო ფასების ჩვენ ასე დაარქვეს. სმაილის წარმომადგენლება ამ აქციას, რომელიც 21 ოქტომბრამდე გაგრძელდება. თუ რა პროდუქციაზე აქვს ფასდაკლება და რა პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს, იმისთვის რომ აქ მოსულმა ადამიანმა სიურპრიზიც მიიღოს, ამაზე უფრო კონკრეტულად ხათუნა ნოზაძე მარკეტინგის უფროსი გვესაუბრება. სმაილის წარმომადგენელი, მოგესალმებით ხათუნა. მოგესალმებით, ნია, დიდი მადლობა რომ გვეწვიეთ. არა მარტო ფასების წვენა, ეს არის დაბალი ფასების უფრო და ესეთი დაბალი ფასები პრინციპში არ ქონია ტექნიკის ქსელს. ყველაზე ვინაიდან ჩვენ ახლა თან არა გვაქვს სიარულის ეს საშუალება რომ ბევრი 4000 პროდუქტის ფასი გაჩვენოთ, წარმოგიდგინეთ რამოდენიმე პროდუქტი. ნუ პროგნოზის მიხედვით იცით ზაფხულში გავიყინეთ და რაღაც ესეთი პროგნოზები გვაქვს, რომ ზამთარშიც საკმაოდ ისეთი სიცივე იქნება. ამიტომ ჩვენ მომემზადეთ რომ გავათბოთ ჩვენი მოსახლეობა, თან ძალიან შეღავათი ამ ფასში გავათბოთ. თქვენ ხედავთ ჩვენ გამათბობლებს, რომელსაც აქვს სპეციალური ფასი 279 ლარი. რეალურად ეხა ფასი მე მგონი ჯერ არ დიდ როლს თამაშობს, ცხადია. კიდე აი ადრე მაგალითად ეს არის დამატებითი ტელევიზორი, ადრე ითვლებოდა ეს საკმაოდ დიდ ტელევიზორი. დღეს ეს არის დამატებითი ოთახის 91 სანტიმეტრიანი ტელევიზორი 499 ლარად. მაცივარი, რომელიც ჩვენ წარმოვადგინეთ 599 ლარად არის Samsung-ის. საზოგადოდ თელ პროდუქციაზე ვრცელდება ეს ფასდაკლება და ასევე არ დაგვაუწყდეს რომ 00 აქცია 30 არის ჩართული ან Samsung-ის მთლიან პროდუქციაზე. 499 ლარად თქვენ ხედავთ სარიცხის მანქანას. 6 კილო ეს თქვენ გათხოვილი ალბათ არ იქნებით, ჯერ ადრეა პრინციპში ამაზე ნერვიულობა, მაგრამ დიასახლისებისთვის აქტუალურია რამდენ სარეცხს, ესე იგი მოახვედრებენ სარეცხის მანქანაში. 4 კილოგრამიანი ეს არის 2 ადამიანის საცხოვრებელი დაუშვათ, მაგრამ 6 კილოგრამიანი უკვე საკმაოდ 4 კაციან, 5 კაციან ოჯახს საკმაოდ კარგად მოემსახურება და ფასიც საკმაოდ შეღავათია ფასებში. ძალიან დიდი შეღავათია და ნუ გასკურად 399 ხედავთ და იმაზე დიდი ტელევიზორი კიდე 559 ლარად. აქ მოსულ მომხმარებელს, როგორც ვიცი, ელოდება კიდევ ერთი სიურპრიზი. აი რა სიურპრიზია? ესეთი ტრადიცია დავნერგეთ, რომელმაც უკვე კარგად იმუშავა ჩვენ წინა აქციის დროს, ყველაზე მეტ შენაძენს ფინანსურად, ანუ ვინც გააკეთებს, 4 დღე ხო გრძელდება ეს ჩვენი აქცია ამ წუთას ამ ფასდაკლების. ვინც ამოარტყავს ყველაზე დიდ ჩეკს, ის მიიღებს დამატებით საჩუქარს. ეს იქნება წინა შემთხვევაში ეს იყო Galaxy, ეს 4 საჩუქრად მიიღო ჩვენმა წინა მომხმარებელმა წინა 3 დღის აქციის შედეგად და ეხლა იქნება Samsung Galaxy Note 2. შეგვიძლია ჩვენ ამ ადამიანის კომენტარი მოვისმინოთ? ბათუმელმა მოიგოს და მან საკმაოდ დიდი რაოდენობის ჩეკიც ამოარტყა, როგორც ჩვენ თქვი. მაგას კიდე დაუბრუნდებით. შეგვიძლია ვნახოთ მისი კომენტარი. გავიგე აქციის შესახებ. კაი ფასდაკლებები იყო. შევიძინე ტელევიზორი, სახლის კინოთეატრი და თან ვიცოდი რომ საჩუქრად ყველაზე დიდ შენაძენზე იყო ტელეფონი. და ძალიან გამიხარდა თან ვაპირებდი ტელეფონის ყიდვა და ძალიან გამიხარდა და მოვიგე თან ახალი Samsung-ის ტელეფონი. უხმესი მადლობა Smiles. ხათუნა და რამე კონკრეტული თანხა ხო არ წესდება ამისთვის, ანუ აქვს მნიშვნელობა რა თანხას დავხარჯავთ? დოგმა არ არის, ნია, იმიტომ რომ გაურკვეველია პრინციპში არაპროგნოზირებადია რა თანხა. შეიძლება ეს იყოს 800 ლარი, ანუ დაუშვათ 1000-მა მომხმარებელმა რაღაცა იყიდა, მაგრამ ყველაზე მაღალი თანხა იყოს 800, 1000, 2000, 5000, ანუ დოგმა არ არის, რომ რაღაცა ბარიერი იყოს თანხობრივი, რომ გინდა თუ არა ამისი მივაჭრო. ეს გაირკვევა 4 დღის მერე სტატისტიკით. ანუ 21-ში ჩვენ გამარჯვებული გვეყოლება. რა თქმა უნდა, აუცილებლად და მე იმის კომენტარსაც მოვისმენთ. ძალიან დიდი მადლობა. მოკლედ, მიაკითხეთ Smiles მაღაზიებს თბილისში, რუსთავსა და ბათუმში და რა იცით, იქნებ თქვენ გახდეთ სწორედ Samsung Note-ის მფლობელი. მადლობა ნია, ჩვენ ისევ გამარჯვებულებზე ვისაუბრებთ რეკლამის შემდეგ, ამჯერად ESP-ს მიერ დასაჩუქრებულ და გახარებულ ადამიანებს, ოღონდ ეს ყველაფერი რეკლამის შემდეგ რამდენიმე წუთში.